მოგესალმებით, მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას. თქვენ უსმენთ და უყურებთ სამედიცინო ინტერაქტივს. მე ჟურნალისტი ნათი ამაზანაშვილი ვარ და მაყურებელს მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ექნება საშუალება დაგვირეკოს პირდაპირ ეთერში, დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება და ჩვენი გადაცემის სტუმარს დაუსვას კითხვები. დღეს თქვენს კითხვებს უპასუხებს ექიმი, პედიატრი, ბავშვთა ინფექციონისტი ქალბატონი ნინო სირაძე. მოგესალმებით ქალბატონი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. წინ ძალიან საინტერესო გადაცემა გველის. მაყურებლებს შევახსენებ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს 0322 არის ქვეყანაში ძალიან რთული მდგომარეობა ვირუსების კუთხით და დღეს ჩვენი გადაცემაც სწორედ ამას დაეთმობა და ალბათ მეგულება ადამიანი, რომელსაც კითხვა არ დაებადება ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დღეს თითქმის ყველა მეორე ოჯახი არის დაავადებული სხვადასხვა ტიპის ვირუსით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცირკულირებს. 0322 ზარიღია, შეგიძლიათ დაიწყოთ პირდაპირ ეთერში დარეკვა და დაუსვათ ექიმს კითხვები. ქალბატონი ნინო, სამწუხაროდ დღეს ჩვენს ქვეყანაში გრიპის დადასტურდა, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადების კონტროლმაც დააფიქსირდა. დაადასტურა ბატონმა პაატაიმნაძემ, რამდენად საშიშია გრიპის ვირუსი, რომელიც დღეს არის გავრცელებული, უფრო მეტად რის ჯგუფი ვინ არის, ეს არიან ბავშვები, ესენი არიან ბავშვები, ესენი არიან მოხუცები, თუ რატომ ხდება სიკვდილის მიზეზი, ასეთი რთულია გრიპის ვირუსი? ჩვენ კოვიდის ქვეშინოდა ხოლმე და აი კოვიდი როდესაც იყო ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული, მაშინ, როდესაც სტუმრად მომყავდა ხოლმე ექიმები, მეუბნებოდნენ, რომ აი თქვენ ალბათ არ მიგიქცევიათ ყურადღება და გრიპის ვირუსითაც იღუპებოდნენ ადამიანები წლების განმავლობაში და დღესაც ჩვენ ვხედავთ, რომ კოვიდიც არის გავრცელებული, ღორის გრიპიც არის ეგრეთ წოდებული ღორის გრიპიც გავრცელებული, უფრო სამედიცინო ტერმინებით თქვენი საუბრობთ. აი ახლა ეს გრიპი A და B როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ხომ? კიდევ ძალიან ბევრი ვირუსი, მეტაპნევმოვირუსი, რომელიც ძალიან იშვიათად ალბათ ძალიან ბევრიც არა, მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობითაც დაფიქსირდა ჩვენს ქვეყანაში, ხო? მაგრამ საგულისხმოა ისიც, რომ აი ამ ვირუსებს თითქმის ყველას ერთნაირი სიმპტომები ახასიათებს და ჩვენ ვერ ვიგებთ. აი მოდით ჯერ დავიწყოთ გრიპის ვირუსით, რომელიც პირველად რატომ არის საშიში? ხო, გრიპის ვირუსი, რატომ იყო კოვიდი საშიში? ძირითადად ეს საშიშროების მიზეზს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. ერთი რომ საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის საშიშროებას ვირუსული ინფექცია, ის ვირუსული ინფექცია წარმოადგენს, რომელსაც აქვს უნარი მოიცვას დიდი პოპულაცია, გავრცელდეს ყველასთან და ამას ქვია ეპიდემია და როგორც ვიცით, თუ სხვადასხვა ქვეყნებს და კონტინენტებს მოიცავს პანდემია და პანდემია უახლოეს წარსულში გადავიტანეთ ჩვენც. გრიპის ვირუსსაც შესაძლებელი, გრიპის ვირუსსაც ახასიათებს ეპიდემია, მოიცვას საზოგადოების დიდი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ერთი მიზეზი, რატომაც არის საშიში ეს ვირუსი, არის ეს, რომ გავრცელება ახასიათებს სწრაფად და მარტივად. საზოგადოების დიდი ნაწილის დაავადება ამ ვირუსით, რა თქმა უნდა, იქ უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება შემდგომ გართულებული მიმდინარეობის დაავადების, უფრო მეტი შემთხვევა ვითარდება მძიმე მიმდინარეობის და ცუდი გამოსავალით შესაძლებელია, რომ დაფიქსირდეს. კონკრეტულად გრიპის ვირუსი სეზონურობა ახასიათებს და ყოველწლიურად განსაკუთრებით ის აქტიურდება ზამთრის სეზონში. ახლა მოგეხსენებათ, გვაქვს ზუსტად ის სეზონი, როდესაც გრიპი ყველაზე აქტიური არის. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ გრიპის სიხშირე და მომართვიანობა გრიპის ვირუსით წვეული დაავადების გამო ამ პერიოდში მკვეთრად არის მომატებული.
მომართვიანობა შეიძლება მოიმატოს, ამბულატორიულად, მსუბუქი, რა თქმა უნდა, ის რომ ეს არის, რა ქვია, მძიმე შემთხვევა ფიქსირდება, არ ნიშნავს, რომ ეს მსუბუქად არ გადაიტანს ამას ადამიანი და ჩვეულებრივ თვითგანკურნებადი დაავადება, როგორც ყველა სხვა ვირუსული ინფექცია, თუმცა გამოვყოფ რისკის ჯგუფებს, იმიტომ რომ ზოგ ინდივიდებში მიმდინარეობს, შესაძლებელია მიმდინარეობდეს გართულებით და ცუდი გამოსავლით. და ამისთვის სხვადასხვა პროტოკოლები გვიმაშებიან გამოყოფენ, ვინ არის ეს რისკის ჯგუფი, რომელთანაც გართულების და მძიმე მიმდინარეობის მეტი რისკი აქვს ამ ვირუსით დაავადების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ესენი არიან ბავშვები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ასაკი 65 წლის ზემოთ ასაკის მნიშვნელობა, მისი იმუნიტეტს, მაინც რისკის ჯგუფი არიან 5 წლამდე ნაკლები რისკის ჯგუფში შედის, რომ შესაძლებელია გართულებული მიმდინარეობა ახასიათებდეს. კონკრეტულად ცალკე არის გამოყოფილი ეს იმუნური სტატუსი, ვისაც აქვს დაქვეითებული ის ცალკე ჯგუფად არის გამოყოფილი, რა თქმა უნდა, მათთანაც არის გართულების და შედარებით მძიმე ან ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მაღალი რისკი. შეიძლება გადაუვიდეს ფილტვის ანთებაში, ბრონხის ანთებაში. კი, ყველას ეს რა ქვია, შეიძლება შეხვდეს სხვადასხვა კლინიკური მიმდინარეობით, მაგას მოგვიანებით შევეხები. ასევე განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, ღვიძლის ქრონიკული დაავადება, თირკმლის ქრონიკული დაავადება, ჰეპატიტები, ხო? ესენი არიან რისკის ჯგუფები. ფილტვის ქრონიკული დაავადებები, სასუნთქის სისტემის პრობლემები აქვთ მუდმივ ქრონიკულად და ნებისმიერი ვირუსული ინფექცია, ხო? ართულებს ამ დაავადების მიმდინარეობას და ამ შემთხვევაში გრიპიც მოწინავე არის, მძიმე მიმდინარეობით შეიძლება დასრულდეს თუ ამ ადამიანს შეხვდება გრიპი. ცისტური ფიბროზი არის, ასთმა, ხო, რაც ცნობილი არის ქოდი მოზრდილებში მაგალითად. ეს ვირუსი ალბათ ყველას ქონია, მეც თქვენც ამ ზამთრის პერიოდში და წარმოიდგინეთ ახლა, როდესაც ასთმა აწუხებს ადამიანს, კიდე როდესაც ეს ვირუსი ხვდება და იგუდება და ვერ სუნთქავს, ალბათ რა დღეში იქნება ადამიანი ამ დროს. ხო. კლინიკური სიმძიმე ერთია და ზოგადად კიდე სხვა, შეუძლია გამოიწვიოს უკმარისობა, ხო, სუნთქვის უკმარისობა, რაც ამძიმებს ამ პაციენტის მდგომარეობას. კი, და რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ ამ რისკის ჯგუფებში, ამასაც მოგახსენებთ. ესე იგი, პირველი რატომაც არის გამოყოფილი ეს რისკის ჯგუფები, არის იმისთვის, რომ თუ პრევენციული ღონისძიებების მიღება როცა გვჭირდება, განსაკუთრებით უნდა დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც უფრო მაღალ რისკში შედიან დაავადების მძიმე მიმდინარეობის, ხო? და აქედან გამომდინარე ცალკე გვაქვს მოცემული, რომ ვინ შეიძლება შედიოდეს ამ ჯგუფში. პრევენციული ღონისძიებები სხვადასხვა არის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, ახლა ვიტყვი და მე კიდე ცალკე მოგახსენებთ, ვაქცინაცია, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ყოველწლიურად უნდა გაიკეთოს ადამიანმა, განსაკუთრებით ამ რისკის ჯგუფის მქონე პიროვნებებმა, რომ ამ სეზონური აფეთქების შემთხვევაში, ესე მძიმედ არ მიმდინარეობდეს მათთან ეს ინფექცია. მეხა კლინიკური სიმპტომატიკა, ხო, რას იწვევს და როგორი სახით ვლინდება. ჩვეულებრივად სასუნთქის სისტემის კლინიკური სიმპტომები ეს არის ცხელება, გრიპის ვირუსი ამითაც გამოირჩევა, რომ იწყება ძირითადად ცხელებით, ხო? თუმცა უსიცხოთაც შეიძლება იყოს, მაგრამ ცხელება, შემცივნება, ძალიან დიდი ბოდიშით რომ გაწყვეტინებთ, ქალბატონო, ზარია ეთერში უნდა შემოვიყვანო, დიდხანს ვერ ვალოდინებთ მაყურებელს. მოგესალმებით, საღამო მშვიდობის პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ალო, გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით. ხო, მოგახსენეთ იმისათვის, რომ გადმოცემა არის ამ გრიპის შესახებ, რამინდა რო თქვა ჩვენი ხელისუფლება ბიუჯეტი გაიზარდა და ამდენი მეორე და მესამე ადგილზე ვარ მთელი ევროპაში. ლაბორატორია ბავშვები გახდნენ ცუდად ოჯახში, სამი ბავშვი
ასეთი ციცვირე წამლების ლაბორატორია თითქმის ერთი ხელფასი დაჭიდა ბავშვების წამლები შეეძინათ. დიახ. ხო შეიძლება რაღაცა ბავშვები რო ყოველდღე ჯამთელები და იყვნენ კარგები და საღამოს რომარ გაუტულდეთ. წამლები ხო შეიძლება რაღაც აფეთქები გამოყონ ისეთი ასეთ პირობებში რომ მძიმე პირობებში რომ ბავშვებს მაინც მიჩვენ კარგი მოხუცები ვარ და ბავშვები გადაგვიჩინოთ და ნუ იქნება ასეთი სიძვირე წამლები რა არის ეს გასაგებია დიდი მადლობა ვერთი მხრივ არ შემიძლია ამ ბატონს რო არ დავეთანხმო იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირს მოგეხსენებათ თქვენც და ყველასაც მედიკამენტები ქვეყანაში რომელსაც ექიმი უწერს და ხშირად არ აქვს ხოლმე ფული მშობელს რომ უყიდოს. გასაგებია ვიზიარებ თქვენს პოზიციას, გეთანხმებით. მე როგორც რიგითი მოქალაქე და ალბათ ყველა ადამიანი ვინც შედის აფთიაქში არის ძალიან სიძვირე მედიკამენტების. ამ გადაცემასაც აუცილებლად შემოგთავაზებთ მომდევნო კვირებში, თუმცა დღეს ჩვენ სხვა თემაზე ვსაუბრობთ. კი ბატონო, გავაგრძელოთ ხელებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კითხვისთვის მას უფრო სხვა მას ეხება ეს კითხვა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მინდა ამ კითხვაზეც გავცე პასუხი. აი სწორედ ის, რაც მაყურებელმა დასვა კითხვა, ანუ ამიტომაც წარმოადგენს გრიპი ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას და ტვირთს სახელმწიფოსთვის, ხო? იმიტომ რომ ავადობა და მისი გართულებები საკმაოდ ბევრ ხარჯთან არის დაკავშირებული და ეს აქედან გამომდინარე, ნუ ახლა ფინანსურად ნამდვილად ვერ ვუპასუხებ მას, მაგრამ პრევენციული ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია. პრევენციული ღონისძიებების გატარება ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, აცრა ხა სხვა პრევენციული და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის აცრა. სხვადასხვა ტიპის ვაქცინა არის, ახლა ნუ ყოველწლიურად ყველას ყავს პედიატრი, კონსულტაციას გაივლის პედიატრთან და ნუ გარკვეული სხვადასხვა ტიპის ვაქცინა არსებობს. და ჩვენებების მიხედვით და უკუჩვენებების მიხედვით მისცემს რეკომენდაციას და სეზონის დაწყებამდე, ანუ ზამთრის დაწყებამდე, რომ მზად შეხვდეს ბავშვის იმუნური სისტემა, რომ თუნდაც ამდენ ხარჯთან არ იყოს დაკავშირებული ამ ერთი ხო, სხვადასხვა რამოდენიმე ვირუსული ინფექცია შეიძლება გადაიტანოს, ხო, წლის განმავლობაში ერთმა ადამიანმა და თითეული ის რომ ჯანმრთელობის პრობლემას ქმნის და ის რომ კიდევ ფინანსურ ზიანს გვაყენებს, ხო? აქედან გამომდინარე რაღაცნაირად შევამციროთ პირველ რიგში ჯანმრთელობის მხრივ დავიცვათ თითოეული ჩვენი ანუ ჩვენგანის კომფორტისთვის რომ აი რაღაც ვირუსები თუნდაც ავიცილოთ თავიდან. კიდევ მაყურებელია ხაზზე მივესალმები მე მას გამარჯობა ეთერში მოგესალმებით გამარჯობა ერთია რომ ვირუსები გვიწევს და ეს პრობლემაა და მეორე რომ აი კლინიკებში არის ძალიან ძლიერი მდგომარეობა მეუღლეს ჰქონდა ვირუსი სისტემა არ დაუკლო და მე გავიყვანეთ ერთ-ერთ კლინიკაში და აი ისეთი უყურადღებობა იყო აი რომელი კლინიკა თბილისის პალატაში ეს მე-6 შემოყავდათო და აი თუ ჩვენ არ დაუზახებდით ერთი ქალბატონი ასაკიანი იყო ისე შეუძლოთ რომ თითქმის მიგდებული იყო ძილად და ჩვენ ვაწუხებდით რომ გარბოდნენ ექიმები აი ისინი აი ექიმები არა შუაში არიან გადაკეთებული არის და ამას რომ მიაქციო ყურადღება იმიტომ რომ ვაის გავეყარე და უიშევეყარე საავტობუსში გეთანხმებთ ამაზეც ვისაუბრეთ თუმცა შეგიძლიათ რომ კლინიკა დაასახელოთ როგორ არ შემიძლია ხუდუშაურის კლინიკაში იყო ხუდუშაურის კლინიკაში იყო რატო არ შემიძლია დავასახელებ კი ბატონო დიდი მადლობა და მე აი ეს წლების განმავლობის დროს ისეთი წლება უთხრა იმან ექთანმა რომ მეუღლებს რომ ასე იწება არ მეკრება გამორიცხული ამიტომ ამ წლებას მე ძალიან ცუდად ვიხლებოდი და აი გადამოწვა მე და რაღაც გადაკვეცა ოპერაციულად და ჩეულებია წლება ჩვენა მე ბევრი გამიგონია ასეთი ანალოგიური ზუსტად ანალოგიური რაღაც გადაკვეცა უნდა არ ვიცი ახლა ამ სისტემაში ვერ ვერკვევი და ისეთი წლება უწევს და გადაკვეცეს მე აპარატი ისიც გამიგია სისხლის შეცვლით შემოუტანეს და სხვა ჯგუფის სისხლმა გადაესხათო და ბევრი ასეთი მეც გამიგონია ბევრს გავუგონია და ძალიან დიდი აი რა გითხრათ დიდი აი გულგრილობა არის არა დამოკიდებულება არა აი ექიმის დამოკიდებულება ექიმი ხო შეფულზე ხო ყველაფერი არის ზოლება რა შეიძლება ფული არ აქვს რა მეც რა ექიმის ფიცი ხო
რა არის ექიმი იბადება ადამიანი ყველას არ შეუძლია ამ სპეციალობით იმუშაოს ეს არის მისაწევი ურავი საავტომობილში სწავლა დღეს ვიაჩერო არა მე ვიჩენია სახლში მოკვდები და საავტომობილში მოკლანო ძალიან ფული მდგომარეობაა გეთანხმებით აი ხა მაგალითად მე არც არავის პიარი ვარ, არც არავის არ უკეთებ რეკლამას. ქალბატონი ნინო არის იაშვილის ბავშვთა სახელობის ცენტრალური საავადმყოფოდან და მე თამამად შემიძლია თქვა, რომ ყველა ბავშვი ცალკე პალატაშია მოთავსებული, თუ ვწდები, მივიღებ შენიშვნას. მე როგორც ჩემი თვალით ნახე და არის ძალიან მაღალი ყურადღება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან სისუფთავე კლინიკაში იაშვილის ბავშვთა სახელობის საავადმყოფოზე ვსაუბრობ. ყველა ბავშვთან თავის დროზე ექთანი, ექიმი, ანალიზები და სრული წესრიგი მოკლედ ამ კლინიკაში. და რაც შეეხება ღუდუშაურის კლინიკას, რაც მაყურებელმა თქვა და მოვისმინეთ ახლა, ხო? 6 და 7 ადამიანი ერთ პალატაში ნამდვილად არის იმის რისკი, რომ როდესაც ერთი რომელიღაც ვირუსი აქვს ადამიანს, მეორეც თავისუფლად შეხვდეს პარალელურად, იმიტომ რომ მას იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული. ამიტომ მე გავავლე პარალელი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთან, იმიტომ რომ ყველა ბავშვი არის ცალკე პალატაში მოთავსებული მშობელთან ერთად. ეს არის ყველაზე დიდი თავდაცვა ასეთ დროს და ყველაზე დიდი იარაღი იმის, რომ ბავშვი სწრაფად გამოჯამრთელდეს. მე მქონია შეხება, ვიცი, აბსოლუტურად ყველა სართულზე ანალოგიური მდგომარეობა, არავის ერთმანეთთან შეხება არ აქვს, даже ბავშვებიც არ გაყავთ დერეფანში, იმიტომ რომ ყველა არის იზოლირებულად მოთავსებული თავის პალატაში. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ ყველა კლინიკას აი ასე ჰქონდეს კეთილმოწყობილი პალატები, იმიტომ რომ უარყოფითი ასე რომ ვთქვათ, პოზიციებით და აი ასეთი ზარებით ჩვენთან ეთერში ბევრი ყოფილა და რა თქმა უნდა თვითონ ადამიანიც არ იყოს განწყობილი ისე რომ ნახეთ რა თქვა მაყურებელმა რომ აი სახში მირჩევნია მოკვდა ვიდრე საავადმყოფოში ეს არის ძალიან მძიმე სტრესი კი ყოფილა იყოს პაციენტი და ყველას გვინდა რომ ჩვენი პაციენტები იყვნენ რა თქმა უნდა ჯანმრთელად და კარგად ხო ამისთვის მართლა ყველაფერს ვაკეთებთ ერთ-ერთი ის რომ აი ყურადღებით სიხშირის როდესაც მძიმე დაავადებების რაოდენობა მატულობს რა თქმა უნდა შეიძლება ამანაც რაღაც გავლენა მოახდინოს, ხო? აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს პრევენციულ ღონისძიებებს. იზოლირებული ისიც, რა ქვია, რაც ეს პალატა, ანუ რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება არის. ეს მარტო პალატაზე არ არის, ანუ ეს ისა, რა ქვია, ოჯახშიც უნდა დაიცვას მშობელმა, რომ როდესაც ბავშვი არის ავად, აქვს რესპირაციული სიმპტომატიკა, ცხელება, ან ახველებს, ან აცემინებს, არ გაუშვას სკოლაში, არ გაუშვას იმასე, მყავდეს სანამ კლინიკური სიმპტომები ალაგდება. ერთია, როდესაც დაავადების გადატანის მერე როდის უნდა დავუბრუნდეთ, შეიძლება რაღაც ის იყოს და მეორე, ანუ სანამ იმიტომ რომ თვითონ გრიპის ვირუსი სანამ კლინიკურად გამოვლინდება, ხო, მანამდეც წინა დღის განმავლობაში არის გადამდები. ხო, ეხლა როცა არიცი ამას ვერ გააკეთებ, მაგრამ როცა სიმპტომი უკვე გაქვს, მაშინ ნამდვილად უნდა შეიკავო, რომ თუ დავიცვათ საზოგადოება, არ იყოს არ გავრცელდეს ეს სწრაფად რომ გამოიწვიოს ქვეყნის კლინიკების და ასე შემდეგ ეს გადატვირთვა და რა თქმა უნდა პირველ რიგში ზიანი არის თვითონ პაციენტისთვის და განსაკუთრებით კიდევ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის, რომელთათვისაც ეს ანუ ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანს შეხვდება გადაიტანს მარტივად და მისთვის შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს და ანუ ჩვენ და უნებურად ეს რისკი გაეზარდოს მას, ხო? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს როცა გვაქვს სიმპტომები, დავრჩეთ იმ დროს დავრჩეთ სახლში და არ გადავდოთ სხვას. ასევე ჰიგიენური ღონისძიებები ხა კლინიკურ სიმპტომებზე ვსაუბრობთ. მნიშვნელოვანია, ალბათ დამეთანხმებით ქალბატონო პირბადე, რომელიც სამწუხაროდ არავინ აღარ თვლის საჭიროდ რომ გაიკეთოს და დაიცვას თავი. თუმცა კოვიდის დროს ძალიან ბევრს ეკეთა პირბადე და იცავდა კიდეც სხვა ვირუსებისგანაც, არა მარტო კოვიდისგან, არამედ სხვა ვირუსებისგან. ნუ ძირითადად თუ განსაკუთრებით რაღაცა სიმპტომები გაქვს, მაშინ უმჯობესია რომ ნუ როდესაც გამოდიხარ სუფთა ჰაერზე, მაინც პირბადით გამოხვიდი, ანუ სიმპტომების შემთხვევაში კონტაქტ შეიძლება
შეგიძლება არ ქონდეს, მაგრამ სუფთა ჰაერზე გახვიდე ხო, ნუ ასეთ შემთხვევაში პირბადე უნდა გამოიყენო, რომ ეს რა ქვია, იცავს რა თქმა უნდა, მსხვილი ეს დაავადება რესპირაციული ვირუსები განწვეთოვანი გზით, ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და ამისგან ნამდვილად დაიცავს ხო რაღაც დონეზე. ასევე ხელის ჰიგიენა ხშირი დაბანა, ანუ ის რეკომენდაციები, რაც გქონდათ და რაც კარგად ცნობილი არის უკვე ჩვენთვის. ეხლა კლინიკურ სიმპტომატიკაზეც ვისაუბრებ. იწყება ცხელებით და ვეღარ დაასრულეთ მე შეგაწყვეტინეთ კი. ცხელებით შეიძლება გქონდეს თუმცა შეიძლება ყელისკივლით და ხველითაც დაიწყოს. მსუბუქი სიმპტომებითაც შეიძლება იყოს და აბსოლუტურად თუ ადამიანს და ბავშვს აქვს ჯანმრთელი იმუნური სისტემა, გადაიტანს ჩვეულებრივად ამ ვირუსს, ექნება რამოდენიმე დღე სიმპტომატიკა და გამოჯანმრთელდება თვითგანკურნებადი დაავადება არის რა თქმა უნდა, მაგრამ წინასწარ ანუ შესაძლებელია გართულებაც. ეხლა თვითონ მასე ჰოსპიტალიზაციის სიხშირეც თუ გავრცელებულია და გრიპის რაოდენობა მატულობს წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს ჰოსპიტალიზაციის სიხშირეზეც და მომართვიანობაც, ჰოსპიტალში მომართვიანობაც ამ დაავადებით მატულობს, ხო? ძირითადად მომართვიანობის მიზეზი რა არის? ანუ ფილტვების ანთება, ანუ მეორადი ინფექცია, ან თვითონ გრიპით გამოწვეული ქვემოსასუნთქი გზების ინფექცია, რომელიც უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ზემოსასუნთქი გზების ინფექცია და ამ შემთხვევაში პირდაპირ ჩვენებაა ჰოსპიტალში მოთავსების ეხლა ჩვენმა მაყურებელმა ახსენა, რომ არ მინდა საავადმყოფოში მისვლა რაღაც მიზეზების გამო. ნუ თუ არის გარკვეული ნიშნები, შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ თუ ეს სიმპტომები გამოვლინდა ბავშვის, აუცილებლად უნდა მივიდეს საავადმყოფოში და რა სიმპტომები ხარ. როდესაც ბავშვი აქტიურია, თამაშობს, ხო შეიძლება გქონდეს ცხელება, მაგრამ კარგ ხასიათზეა, საკვებს იღებს. ანუ ნიშნავს, რომ მას რაიმე გართულება არ უნდა გქონდეს და შესაძლებელია, რა თქმა უნდა, პედიატრის დანიშნულებით იყოს ბინაზე და უმკურნალოდ სახლში. მაგრამ თუ ის მივარდნილია, არ ხასიათზე არ არის, ანუ რასაც მანამდე აკეთებდა უარს ამბობს ამ აქტივობებზე, არ ჭამს და რამოდენიმე კვება გამოტოვა, სითხეს არ იღებს, ეს ახალშობილში საერთოდ ერთი კვება და ორი კვებაც საკმარისი იყოს, ხო, იმისთვის. ამ შემთხვევაში აუცილებელი არის მივმართოთ კლინიკას, ხო, ჰოსპიტალიზაციის ჩვენებები. ისა ღებინება შეუპოვარი ასევე არის მიზეზი გრიპით ჰოსპიტალიზაციის, გულყრა და ასე შემდეგ, ანუ ნებისმიერი სიმპტომი, რომ ანუ რაც უფრო სიმძიმის მაჩვენებელი არის, ჯობია ამ შემთხვევაში არ დავრჩეთ ბინაზე, რაც არ უნდა ის გქონდეს და მივმართოთ სტაციონარს, იმიტომ რომ იქ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, რა თქმა უნდა, მაინც ხო. და განსაკუთრებით ალბათ მოწოდებაც იქნება თქვენი როგორც პედიატრის, რომ აი განსაკუთრებით ჩვილები, დიდები, რომლებიც ხუთლამდე ასაკი უკვე რისკის ჯგუფში შედის და თუ თქვენ ხომ გყავთ თქვენი პაციენტები და ხომ გქონიათ შემთხვევა, როდესაც დედა თვითნებურად მკურნალობს ჩვილს და ანუ აი რჩევით აძლევს მეგობრის ან კიდევ არსებობს ჯგუფები ინტერნეტში, სადაც ეუბნებიან, აი რა წამალი მივცე ამდენთვის ბავშვს, ხო, აი თქვენი მოწოდება რა იქნება ამ შემთხვევაში, რომ არც ერთი ბავშვი არ დაზარალდეს. მიღება მაინც ჯობია გაიაროს პედიატრთან კონსულტაცია და შეიძლება ხა რაღაცა თუ პედიატრი შეაფასებს სახში შეუძლია თუ არა მკურნალობა, ესე ჯგუფით და მეგობრის რჩევით ნამდვილად და რაც შეეხება გადავიდეთ უკვე ანტიბიოტიკებზე. ზოგადად ეს ვირუსული ინფექციები ანტიბიოტიკოთერაპიას არ საჭიროებენ, ხო? გრიპს აქვს თავისი წამალი, ანუ გრიპის საწინააღმდეგო მკურნალობა არსებობს. მაგრამ რომარშვალის იმ შემთხვევაში როდის არის თავისი დღე უნდა იყოს ვირუსი. არა, შველის, ანუ გრიპის წამალი მკვეთრად ამცირებს სიმპტომებს
სიმპტომების ხანგრძლივობას და ასევე გართულებების რისკსაც. თუ დავუშვათ 5-7 დღე ჰექტიური ცხელებით მიმდინარეობს, წამლის შემთხვევაში უფრო ეს 2 დღეში შეიძლება ალაგდეს ის სიმპტომები. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პერიოდში იწყებ მკურნალობას. და ძირითადად პირველი 48 საათი არის უმჯობესი, მაგრამ თუ არის ის რა ქვია რისკის ჯგუფებში და გართულებულ შემთხვევაში, ანუ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ანტივირუსული მკურნალობაც ის რეკომენდაციებით არის, ეს პრაქტიკულად ჯამთელ ბავშვებში და ყველა შეიძლება გაგრძელდეს კვირობით, ქალბატონია. კი, ყველა შეიძლება ეს უკვე გაგრძელდეს ერთი გადამდები აღარ არის, მარტო ყველა. კი, სიმპტომები სანამ არის, გადამდები არის, მაგრამ ძირითადად ანუ ეს გადამდებლობა უფრო ბავშვებში უფრო მეტი არის, უფრო ხანგრძლივად არის გადამდები გრიპის ვირუსი, ვიდრე მოსდივანში. დაუშვათ ოჯახმა გადაიტანა ვირუსი და ყველა დაუტოვა ოჯახის წევრებს. დაახლოებით გადატანილი აქვთ 2-3 კვირის წინ. შეიძლება ეს დასაბებული მერე აღარ იქნება გადამდები. აღარ იქნება გადამდები, ანუ რეკომენდაციები არის ესეთ როდის უნდა დავაბრუნოთ იმაში ცხელებისგან თავისუფალი პერიოდი უნდა იყოს მინიმუმ 24 საათი, ანუ გამოჯამთელდეს ბავშვი და ცხელების და სიმპტომების გარეშე პერიოდი. ხო, ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აინტერესებს როდის წავიდეთ სამსახურში. ბავშვებში ეს პერიოდი არის უფრო გვიან დგება და აქედან გამომდინარე ბავშვები უფრო ხანგრძლივად არიან გადამდებები, მაგრამ ეს 3 კვირა ნამდვილად არ გრძელდება. ასევე მაინტერესებს ღორის გრიპი, რომელიც H1N1, როგორც ვიცი, ხომ სწორად ვამბობ, ღორის გრიპი, რა სიმპტომები ახასიათებს, რატომ იღებენ ხოლმე ტამეფლუს ამ დროს და რატომ არ შველის სხვა წამალი? აი, გრიპის საწინააღმდეგო წამალი, რაც ახლა ვახსენე, არის ოსელტამივირი. ეს და ის არის ნებისმიერი ტიპის გრიპის საწინააღმდეგო წამალი. ზოგადად და იყიდება აფთიაქებში. კი, იყიდება აფთიაქებში. მისი პრობლემა ნამდვილად არ არის. ნებისმიერი ტიპის გრიპის დროს გამოიყენება. ანუ აქ არ აქვს მნიშვნელობა. არის ძირითადად არის 2 ტიპი, რომელსაც გავრცელებულია ხოლმე და სეზონურად ეს არის A ტიპი და B გრიპი. და ორივე ტიპის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს პრეპარატი. ეფექტზე მოგახსენეთ, ანუ ამცირებს იმას კლინიკური სიმპტომების ხანგრძლივობას და გართულებებისგანაც იცავს. კი, ბავშვებში შეიძლება მისი გამოყენება. ანუ რაც უფრო ადრეულად იწყებ მკურნალობას, ზოგადად აი გართულების შემთხვევაში უფრო მოგვიანებითაც შეიძლება მოგვიწევს მიღება. უფრო ეფექტურია ადრე დაწყებული მკურნალობა, ანუ პირველ 48 საათში დაწყებული. კი ბატონო, ქალბატონო, ასევე მაინტერესებს ახლა არის პიკი ვირუსების მომართვიანობის თუ უკვე ჩაიარა იმ პიკმა? არა, ეხლა არის ზუსტად აი გრიპის ვირუსით მომართვიანობა ძირითადად ეხლა არის, ანუ ეს გრიპის სეზონი არის. და როდემდე ვარაუდობთ დაახლოებით დღეს არის 13 თებერვალი წესით და რიგით მთელი თებერვალი პიკი არის გრიპისთვის, ანუ გრიპი არის ზამთრის სეზონში ძირითადად და მომართვიანობა სტაციონარში იმიტომ მატულობს, რომ ანუ გართულებები, ანუ ფილტვების ანთებით მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე ის მოდიან იმაში, ხო? ეს მთელი ზამთრის განმავლობაში იქნება. და ალბათ მარტიდან უკვე უნდა ველოდოთ კლებას. ხო, ну, სხვა იმაში სეზონის იმაში წელიწადის სხვა დროს უფრო ნაკლები ხშირად ხდება კონკრეტულად ეს გრიპის ვირუსი და ну, სხვა სხვადასხვა ვირუსის სხვადასხვა სეზონზე შეიძლება იყოს გავრცელებული, მაგრამ ყველაზე მაღალი სიხშირე არის ზამთრის სეზონში და ამას ალბათ მაინც დახურული სივრცე, დაკეტილი ფანჯრები ესეც უწყობს ხელს ერთ სივრცეში ხანგრძლივად ყოფნა და გადამდებლობის რისკი იზრდება. თქვენ ახსენეთ ფილტვის ანთება და ასევე მაინტერესებს რამდენად ხშირია ამ ვირუსების დროს ბრონხიოლიტები.
და უფრო რა ასაკის ადამიანებში. აი კლინიკური სიმპტომები, ანუ ზემო სასუნთქი გზების ინფექციებითაც შეიძლება მიმდინარეობდეს, სადაც ყელის ტკივილი და ცხვირიდან გამონადენი შეიძლება ახასიათებდეს და ასევე ქვემო სასუნთქი გზებით შეიძლება მოიცვას და ქვემო სასუნთქი გზების ანთების დროს, ანუ ეს ვითარ ან თუ გვაქვს ან ბრონხიოლიტი, შეიძლება განვითარდეს პნევმონია, ფილტვების ანთებას, რასაც ვეძახით. ხო, ძირითადად გრიპის ვირუსი მაინც უფრო პნევმონია ეს განვითარებას იწვევს, თუმცა სხვა ასევე ყურის ანთებაც შეიძლება გამოიწვიოს, ნევროლოგიური გართულებები და ასე შემდეგ. ბრონხიოლიტი არის უმრავლეს შემთხვევაში, როდესაც ანუ ბრონხიოლიტის სიხშირე მატულობს ქვეყანაში, ამისი გამომწვევი არის ცოტა სხვა ვირუსი, ეს არის რესპირაციულ სინციტიური ვირუსი. კლინიკურად მათი განსხვავება კონკრეტულად სიმპტომების მხრივ, ანუ ყველა რესპირაციული ვირუსი ახასიათებს ცხელება, ხველა ცხვირიდან გამონადენი ცოტა რთულია. თუმცა, ანუ იქ ასაკი და ეპიდემიოლოგიური მონაცემებიც ასევე გვეხმარება დაავადების ხანგრძლივობა და გასინჯვის მონაცემები გვეხმარება, რომ რაღაცნაირად განვასხვაოთ ისინი ერთმანეთისაგან. ბრონხიოლიტი გვხდება ჩვილებში, ძირითადად უფრო 2 წლამდე ასაკში არის გავრცელებული და უფრო მიმდინარეობა ახასიათებს სუნთქვის გაძნელება, გახშირება, უარსამობს ბავშვი, ასე რა ქვია, საკვების მიღებაზე და სწორედ ეს განაპირობებს სიმძიმეს. შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობაც, ანუ ვერ სუნთქავს და ანუ ეს საშიშროების ნიშანი, რაც მშობელმა უნდა ამოიცნოს, სწორედ ეს არის, რომ ანუ სილურჯი არ უნდა ქონდეს ცხვირტუჩის ირგვლივ, ანუ ჩქარა არ უნდა სუნთქავდეს. შეუძლია დედამ დათვალოს კიდეც სუნთქვა 1 წუთის განმავლობაში მოსვენებულ მდგომარეობაში ეს არ წარმოადგენს ისეთ სირთულეს, გულმკერდის ჩაწევა, ამოწევა 1 და ესე წუთის განმავლობაში დათვალოს და თუ ეს შემდგომ ეს 5 წლამდე ასაკში, 40-მდე უნდა იყოს სუნთქვის სიხშირე, ხო? ანუ თუ არა და მიმართოს აუცილებლად ექიმს. და ამ თუ ვირუსების ფიქრობს, დროს ხშირად ყოფილა მე რომ ვკითხულობ ხოლმე რაღაც სტატიებს ინტერნეტში, რომ ბავშვებს სიცხეს ვერ ვუგდებთ. ეს გრიპს ახასიათებს, ანუ სხვა ვირუსსაც ახასიათებს, ადენოს მაგალითად. და არ შველის ხავტონე წამალი, თუ როგორ ხდება? ხო, აძლევძნელად ჩამოდის. ერთ-ერთი ამოსაცნობია გრიპის ვირუსი მაღალი ცხელებით იწყება 39-40 და წინდაც აღარ ხმარობთ ამ დროს. ფიზიკური მეთოდები ჩამოწოდებულია. კი, ფიზიკური მეთოდები ეს წყალია, მაგრამ ძმარი და სპირტი, ალკოჰოლის შემცველი არა, ის კანიდან მაინც შეიწოვება. და ასე რომ მისი გამოყენება არის რეკომენდაციას არ ვაძლევს. წყალს აქვს მნიშვნელობა, ხო? რომ ეს არის იგივე ფიზიკური მეთოდების გამოყენება და თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია და არჩევ წამასაც თავისი მოქმედებისთვის, ხო, დრო აქვს, შენ უნდა შეიწოვოს კუჭიდან, მოხვდეს სისხლში და მერე დაიწყოს მოქმედება, ხო? თუ ამ დრომდე სანამ ის წამალი დაიწყებს მოქმედებას, ჩვენ ვეხმარებით. თუმცა სანთელიც ალბათ ესეთი კარგი ფორმაა ბავშვებისთვის. მაგრამ რამდენად შველის გრიპის ვირუსის დროს? ერთი და იგივე, ანუ სიცხის დამწევის საშუალება, სანთლის ფორმა იმიტომ არის მოხერხებული, რომ უფრო სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში, ვიდრე კუჭიდან, ასე რომ თუ ძალიან მაღალია ტემპერატურა, სწრაფი მოქმედებისთვის სანთელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, წონის მიხედვით და პედიატრის დანიშნულებით. პედიატრის დანიშნულებით, თუმცა მაინც ტემპერატურის მართვა მშობელს შეუძლია, ხო? თუ ანუ საშიშროების ამოცნობას თუ ვასწავლით, ანუ რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ექიმს, ხო? რა ნიშნები უნდა ამოიცნოს დედამ, რომ მე აუცილებლად მივიდეს სტაციონარში, ანუ იქამდე აბსოლუტურად შესაძლებელი არის ვირუსული ინფექციის ბინის პირობებში მართვა. წელს უფრო მეტი ვირუსია გავრცელებული ვიდრე დანარჩენ წლებში. თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე გეკითხებით და არა ზოგადი სტატისტიკიდან. ეხა მაგალითად აი ეს მეტაპნევმოვირუსი არის ახალი, ხო მასეა? არა, სხვა წლებსაც თითქმის ყოველ წელს ზამთრის სეზონში ვირუსული ინფექციების რაოდენობა განსაკუთრებით გრიპის მატულობს, ასევე რესპირაციულ სინციტიური ვირუსის ბრონხიოლზე რას ვისაუბრე, ასევე
მატულობს სეზონურობა ახასიათებს სხვადასხვა ვირუსებს და ყველა წელი საკმაოდ ისე დატვირთული არის ამ მხრივ რაღაც პერიოდის მერე ზამთრის სეზონის დასრულების მერე მომართვიანობა შემცირდება იმიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ბაღებიც მასწავლებლებიც იმიტომ რომ მასწავლებელზეა ხომ დამოკიდებული რომ აი მაგალითად მშობელს მიყავს ბავშვი ბაღში ეუბნება რომ ალერგია აქვს არა და აქვს სურდო და არ უნდა დაიტოვოს მასწავლებელმაც ასეთ დროს ბავშვი ეს არის პრევენციული ღონისძიებები კი ბატონო თვითონ ის მომვლელებიც შედიან რისკის ჯგუფებში ხო გასაგებია რომ დედა მუშაობს არ ყავს დამტოვებელი მაგრამ სხვა დანარჩენი ბავშვებიც არიან რისკის ქვეშ კი და ანალოგიური სკოლა და შემდეგ უკვე ფაქტიურად ერთ დახურულ ოთახში უკვე ეს მარტივად გადადის იმას სხვა და ძალიან ცუდი მე მინდა ბოლო კითხვა დაგისვათ ვირუსების დროს ინფექციური კუთხითაც იქნებოდა მატება სხვადასხვა ინფექციების აი ამ კუთხით როგორი ვითარება გქონდა წელს სხვადასხვა ინფექციებით, აი კონკრეტულად თვითონ ისევ გრიპის ვირუსს დავუბრუნდები, ხო? გრიპის ვირუსს ახასიათებს, ანუ მისი ერთ-ერთი ცუდი გართულებებით იმქედან გამოირჩევა, რომ გრიპის ვირუსის შემთხვევაში, ანუ გართულება არის კოლონიზაცია, ახლა ეს სიტყვას გამოვიყენებ, ბაქტერიებით, ხო? ეს არის სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი. ანუ რა ხდება, გრიპის დროს უფრო მაღალი ხშირით ვითარდება ამ ბაქტერიებით შემდგომში მძიმე დაავადება, რომელიც საკმაოდ ზუსტად ლეტალობასთან ასოცირდება, ძალიან სწრაფად პროგრესირდება, შეიძლება გააჩნია რას გამოიწვევს, შეიძლება რამოდენიმე საათში მკვეთრად ისე დაამძიმოს მდგომარეობა, ანუ როდესაც ამ მეორადი ბაქტერიული ინფექციით ხორციელდება გართულება და სწორედ ანუ ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები ამაში გვეხმარება, რომ სტაციონარის პირობებში უფრო მალე ხდება ამ მეორადი ნიშნების ამოცნობა, მეორადი გართულების ამოცნობა და ვიდრე დაუშვათ სახლის პირობებში. და ბოლოს მაინც რომ არ დავიზაროთ, კიდევ ერთხელ რომ გავცეთ რეკომენდაციები. ანუ ჩემი ეს ძირითადად მაინც გავჩერდები რომ იმაზე რომ ანუ ყოველწლიურად სეზონის დასაწყისში განსაკუთრებით იმ ბავშვებში რომლებსაც აქვს ქრონიკული დაავადებები ჩაიტარონ გრიპით იმუნიზაცია ხო რომ ისინი დაცულები იყვნენ მძიმე მიმდინარეობისგან ანუ პირდაპირ თუ სხვა ჯამთელი ბავშვი გადაიტანს ამ დაავადებას მარტივად მისთვის შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს და ვაქცინა ამისგან ნამდვილად იცავს. ეს არის ერთი ყველაზე მთავარი და ნუ ახლა სხვა რეკომენდაციებს ახარ ჩამოვთვლი. ხო, უნდა მივეჩვიოთ ჰიგიენას და აუცილებლად პირბადეს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონინა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობთ საინტერესო საუბრისთვის. მართლა ახლა ეს გადაცემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პიკია ვირუსების და ალბათ ბევრ ადამიანს გამოადგება თქვენი რჩევები. დიდი მადლობა. პედიატრი, ბავშვთა ინფექციონისტი ქალბატონინა სირაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა ქალბატონინას კიდევ ერთხელ დარჩით ობიექტივზე წინ, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო გადაცემები გელით საინტერესო სტუმრებით ნახვამდის.